თერჯოლის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში 224 მეგავატ სიმძლავრის გოგნის, ქარის ელექტროსადგურის, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის და ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკოპინგის დასკვნა უკვე გასცა. პროექტის განხორციელებას გოგნის ქარის კომპანია უზრუნველყოფს. დაგეგმილია დაახლოებით 224 მეგავატ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 28 ქარის ტურბინა გენერატორს. დოკუმენტაციის თანახმად, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას შორის მდებარე მთის ქედზე უნდა მოხდეს. ელექტროსადგური მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელს, მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს, რომლის საბოლოო წერტილსაც ზესტაფონის ქვესადგური ზესტაფონი 500 წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დასახლება 130 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელება განახლებადი ენერგიის სექტორში. გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში სამუშაოებში ადგილობრივებიც ჩაერთვებიან. ასევე საგულისხმოა, რომ ოპერირებისას ბიუჯეტში ადგილზე ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაახლოებით $1,300,000 დოლარი შევა. პროექტის განხორციელებისათვის გოგნის ქარის კომპანიას გამოეყო ტერიტორია, რომლის ფართობიც დაახლოებით 2500 ჰექტარს შეადგენს. პერიმეტრი კი 27 კილომეტრს აღემატება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არ გამორიცხა, რომ ზანგეზურის დერეფანი, როგორც მას აზერბაიჯანი უწოდებს, 2028 წლისთვის გაიხსნას. ამის შესახებ მან ყაზახეთის პრეზიდენტთან მიმდინარე კვირაში განხორციელებული შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა. გარდა იმ ყველაფრისა, რასაც ამჟამად გეგმავთ და ვახორციელებთ, ზანგეზურის კორიდორის პროექტს უდიდესი პოტენციალი აქვს. აზერბაიჯანში გზებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე სამუშაოები მომავალი წლის შუა პერიოდში დასრულდება. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებშიც სამუშაოები იგივე ტემპით წარიმართება. და ასეთ შემთხვევაში ზანგეზურის კორიდორის გახსნა შესაძლებელია 2028 წლის ბოლომდე. როგორც იცით, აგვისტოში გამართული ვაშინგტონის სამიტის ერთ-ერთ მიღწევად პროექტი ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მიიჩნევა. პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი სახელი უწოდა ამ პროექტს, რაც ბუნებრივად მიანიშნებს იმაზე, რომ იგი აუცილებლად განხორციელდება. ტრამპის მიერ საკუთარი სახელით წოდებული პროექტის განხორციელების პერსპექტივაში ეჭვი-ეპარება შალვა თავაძეს. ისტორიკოსის შეფასებით, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის მოედანი ვაჭრობის საგანს წარმოადგენს კავკასიის 5 სახელმწიფოს შორის. ზანგეზურის კორიდორის საკითხი, ეგრეთ წოდებული ტრამპის პროექტია, ასე ჩანს, მე არ მგონია, რომ მას ასე ფართო მასშტაბის პერსპექტივა ჰქონდეს. მით უმეტეს ის ამ შუა დერეფნის კორიდორს ის ვერ გაუწევს კონკურენციას. მე მგონი უფრო ეს ვაჭრობის საგანი გახდება სულ მალე რუსეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის და ამ ურთიერთ ჭიდილში ჩაემბება ასევე ირანიც, ხო. შესაბამისად, ჩვენთვის როგორც საქართველოსთვის ეს საფრთხეს ეკონომიკური ატმოსფერულ მავსყიდველობაში საფრთხეს არ წარმოადგენს. პირიქით, შეიძლება წაადგეს მის ზოგადად სამხრეთ კავკასიის მშვიდობასაც. ამიტომ ამობ, აი, აქაც კიდევ რაღაცა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მსჯელობენ. აქ ასაშიში არაფერი არ არის, ასე იყო დიდი სავაჭრო გზები ზოგადად ისტორიაში იყო ცენტრალური სავაჭრო გზები და მე მას თავისი განშტოებები ჰქონდა. ეს ელემენტარული ისტორია, ელემენტარული წაკითხვა ჭირდება ამასა და დიდი აქ მეცნიერება, მეცნიერული ანალიზი არ არის საჭირო, ხო? უბრალოდ დახედონ ამა თუ იმ საუკუნეში სოფლიოში გამავალ დიდ სავაჭრო მაგისტრალებს და თავის განშტოებები და იქაც ნახავენ ამას ყველა. აღსანიშნავია, რომ დერეფანი მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას, მათ შორის რკინიგზას, საავტომობილო გზასა და ენერგომილსადენებს. სიუნიქის პროვინციაში გამავალი ამერიკის დერეფანი ახალ მოცემულობას ქმნის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის. ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ისტორიაში პირველად გაიმართა, ზესტაფონელმა უჩატ აბატაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილოსანი უჩატ აბატაძე ადის თავის ადგილას, ზესტაფონელი სპორტსმენი.
საქართველოს ნაკრები. მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში ტრადიციის გაგრძელებაა, რომელსაც 2018 წელს იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ჩემპიონატს მონაწილეები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ჰყავდა. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ჩემპიონობას საბა ინანეიშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი მონღოლი დურენბაიერი გახდა. ბრინჯაოს მედალი კი, როგორც უკვე ვთქვით, უჩა ტაბატაძეს ხვდაწილად. ოქროს ასოებით შევა, რა თქმა უნდა, დღევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში ტარდება ქართულ ჭიდაობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ იუნესკოში წინა წლებში ვაღიარეთ ქართული ჭიდაობა როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და დღეს გადაიდგა სახელმწიფოს მიერ ნაბიჯი იმისა, რომ ქართული ჭიდაობა უფრო პოპულარული გახდეს სრულიად მსოფლიოში. პირველი მსოფლიო ჩემპიონობა ქართულ ჭიდაობაში მოვახდინე და გავხსნით ვიდეოს. ყველას ვიჭერს მოგესალმებით ქართველებსაც და ვით ჩამოვიდნენ ტურნირი ყველას მოგესალმებით. Thank you, Georgia, and I am so excited and happy to win silver medal of as we know, Georgia is country of fighters and wrestlers, and Chidaba is very good traditional wrestling. I am so glad to here, and thank you for this tournament. Thank you, Georgia. It's a great occasion to be here in Georgia today. We already, as World Ethnosport Union, have a member from Georgia in equestrian sports, but we are really happy to be attending an international competition in Georgian wrestling Chidauba, and we feel that it's a great opportunity to introduce Georgian culture to the rest of the world. And as World Ethnosport Union, we promote traditional sports in all countries of the world. We want to promote cultural preservation so that next generations are aware of their culture, their identity and their heritage. გუშემატკივრების ემოციები არის წინაპირობა იმისა, რომ შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება მასშტაბები და ალბათ ეს დარბაზი საკმარისი არ იქნება. დასაწყისში საუკეთესო გვიხარია, რომ ფონდის ეცადინებდა, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს და ყველა კერძო ინვესტორის და ფედერაციის თანამშრომლობით შედგა სპორტული ზეიმი და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არამატერიალური ფასეულობა ქართული ჭიდაობა სათანადო დაფასდა. ზესტაფონის საკალათბურთო გუნდმა მარგვეთმა უიღბლობის ნავსი გატეხა. სუპერლიგის მესამე ტურში ჩვენმა გუნდმა 2 წარუმატებელი თამაშის შემდეგ რაშის დამარცხება შეძლო. მათ მეტოქესთან ჩინებული ბოლო პერიოდი ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. 79-66 ასეთი ანგარიში დაფიქსირდა ტაბლოზე. მარგვეთში ჩინებული მატჩი ჰქონდა 19 წლის ლუკა კოტლიარევსკის, რომელმაც 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. სანდრო სანაძე მატჩის ბომბარდირია 16 ქულით. კრისტიან ჯონსის შედეგი კი ასეთი: 8 ქულა, 7 ჩაჭრა, 6 პასი და 5 მოხსნა. ზესტაფონის მარგვეთს 2 მარცხი და 1 მოგება დაუგროვდა და შესაბამისად ამ მონაცემებით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე განთავსდა.